მართლა საგანგებო ამბავია ახლო აღმოსავლეთიდან. გაერთიანებული არაბეთის ემირატები საბოლოოდ ღია ომში ჩაებდნენ ირანის წინააღმდეგ. დღეს გახდა ცნობილი, რომ ირანის დარტყმებისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ გაერთიანებული არაბეთის ემირატები. აშშ-სა და ისრაელის მიერ დაწყებული ომის დროს, რის შემდეგაც თავად ემირატებმა დაიწყეს ირანის დაბომბვა. ემირატებს აქვს თანამედროვე შეიარაღებული ძალები, კარგად აღჭურვილი სადაზვერვო სისტემები და დასავლური წარმოების გამანადგურებლები, მათ შორის ფრანგული მირაჟი და ამერიკული F-16. ეხლა ემირატები მზად არიან გამოიყენონ მთელი ეს შეიარაღება საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად და ახლო აღმოსავლეთში მზარდი გავლენის გასაძლიერებლად. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანა გამოვიდა ოპეკის კარტელიდან. გაგახსენეთ კიდევ ერთ რამეს. სწორედ ემირატები არიან ახლა ისრაელისა და აშშ-ს უახლოესი მოკავშირეები ამ რეგიონში. გარდა ამისა, სწორედ ემირატებმა პირველებმა განაცხადეს, რომ მზად არიან გაგზავნონ საკუთარი ფლოტი ჰორმუზის სრუტის გამბლოქისთვის. საერთოდ ემირატები იძენენ გავლენას, თანაც იმდენად, რომ უკვე ღიად დაიწყეს ირანის დაბომბვა. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი და მოიწონოთ ეს გამოშვება. დაწევეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბუმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე, როგორც დღეს გახდა ცნობილი, გაერთიანებული არაბეთის ემირატები თავად დაიწყეს ირანის დაბომბვა. ფაქტობრივად ჩაერთნენ ამ ომში. Wall Street Journal-ი წერს, რომ ემირატებს აქვს თანამედროვე შეიარაღებული ძალები, კარგად აღჭურვილი სადაზვერვო სისტემებით და დასავლური წარმოების გამანადგურებლებით, მათ შორის ფრანგული მირაჟით და ამერიკული F-16-ით. და კიდევ, ემირატებმა ისრაელისგან მიიღეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რკინის გუმბათი. გარდა ამისა, ადრე ემირატებმა განაცხადეს, რომ მზად არიან გაგზავნონ საკუთარი სამხედრო ფლოტი ჰორმუზის სრუტის გამბლოქისთვის, მაგრამ საბოლოოდ ემირატებმა პირველი დარტყმა მაინც ჰაერიდან მიაყენეს. როგორც წერს გამოცემა Wall Street Journal-ი, ისრაელისა და ამერიკული ძალების მიერ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ემირატებისთვის რისკის დონე. იმ თავდასხმებს შორის, რომლებიც ოფიციალურად ადრე არ დადასტურებულა, შედიოდა 8 აპრილს ირანის ლავანის კუნძულზე, სპარსეთის ყურეში მდებარე ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული დარტყმა. მაშინ ამ დარტყმამ გამოიწვია ყველაზე დიდი ხანძარი და მინიმუმ რამდენიმე თვით გამოიყვანა მწყობრიდან საწარმოს მნიშვნელოვანი ნაწილი. აი მაშინ ამერიკელები და ისრაელელები მიანიშნებდნენ თითქოს ეს მათი გაკეთებული არ იყო. დღეს კი გაირკვა, რომ ეს ემირატების საქმე იყო. აშშ-მა არაოფიციალურად მიესალმა ემირატების მიერ განხორციელებულ ასეთ დარტყმებს და ასევე დაამტკიცებდა მსგავს ქმედებას სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების მხრიდანაც. მაგრამ სხვა ქვეყნები რატომღაც დუმან. იქ მხოლოდ კატარი თითქოს ირანის ტერიტორიასაც ურტყამდა, მაგრამ ძალიან შეზღუდულად. ემირატების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოპერაციების კომენტარზე უარი თქვა, თუმცა წინა განცხადებებზე მიუთითა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქვეყანას აქვს უფლება უპასუხოს მტრულ ქმედებებს, მათ შორის სამხედრო საშუალებებითაც. ამჟამინდელი კონფლიქტის დროს არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის თავდასხმების სამიზნე გახდა. ირანმა ემირატების მიმართულებით 2800-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა, რაც მეტია ვიდრე რეგიონის ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე, მათ შორის ისრაელზეც კი. და აი არაბული ქვეყნის ომში ჩართვა ირანის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეხლა თეირანი კიდევ უფრო მეტად ეცდება ქლინის ჩასმას ემირატებს შორის და სხვა არაბულ ქვეყნებს შორის სპარსეთის ყურეში, რომლებიც ცდილობენ შუამავლობა გაუწიონ კონფლიქტის მოგვარებას. მაგრამ ემირატებმა აშკარად გადაწყვიტეს საკუთარი განსხვავებული გზა აერჩიონ სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებისგან. გახსენეთ, ადრე ემირატები გამოვიდნენ ოპეკისა და ოპეკ პლუს კარტელებიდან. უკვე 1 მაისს გახდა ცნობილი და აშკარა, რომ აბუ-დაბიმ საბოლოოდ აერჩია სრული სუვერენიტეტის გზა. კოლექტიური შეზღუდვების უარყოფით. საქმე იმაშია, რომ რეგიონში კონფლიქტმა არმუზის სრუტის გავლით ექსპორტი საფრთხისქვეშ დააბენა. ემირატებმა ათეულობით მილიარდი დოლარი ჩადეს ნავთობის მოპოვების სიმძლავრეების გაზრდაში, 5 მილიონ ბარელამდე დღეში. მაგრამ ასეთი მოცულობის მოპოვება მათ ვერ შეძლეს, მაშინაც კი როცა ჰორმუზის სრუტე ღია იყო, რადგან ოპეკი თავის შეზღუდვებს აწესებდა. ოპეკში დარჩენა და კვოტების დაცვა მათთვის ახლა ნიშნავს ფულის დაკარგვას. ფული, რომელიც სასიცოცხლო დაუცილებელია თავდაცვისა და ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის, ბლოკადის პირობებში. გარდა ამისა, აქ შეინიშნება რეგიონში ლიდერობისთვის ბრძოლაც.
ანუ ემირატებში კარგად ესმით, რომ ამ ომიდან გამოსვლისას ვიღაცამ უნდა დაიკავოს ლიდერის პოზიცია. ემირატების ლიდერს მუჰამედ ბინ ზაიდს და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შორის უკვე დაგროვდა კრიტიკული წინააღმდეგობები. აბუ-დაბი, როგორც ისინი თავად აცხადებენ, აღარ სურს გადაიხადოს საუდის არაბეთის ლიდერობის ფასი ოპეკში. ხელოვნურად შეაკავოს საკუთარი მოპოვება, მაშინ როცა საუდის არაბეთი მისდევს საკუთარ ამბიციებს, მათ შორის ამ ომშიც. რადგან საუდელები მაინც შეძლეს ნავთობის ექსპორტის გადამისამართება ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით. ისინი იქ ნავთობსადენით ატარებენ საკუთარ ნავთობს სხვა სანაპიროზე, წითელ ზღვაზე და იქიდან უკვე ექსპორტირებენ ნავთობს მთელ მსოფლიოში. ხოლო ემირატებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს და ემირატები ზოგადად მიანიშნებდნენ საუდის არაბეთს, რომ თუ ერთ კარტელში ვართ, თუ მოკავშირეები ვართ, იქნებ თქვენც როგორმე დაგვეხმაროთ. მაგალითად, ირანთან გამკლავებაში. რაზეც საუდელებმა მიანიშნეს, რომ მოусმინეთ, ჩვენი პრობლემა გადავჭერით. ჩვენთვის სულ ერთია. თქვენი თავად მოაგვარეთ. მეორე მხრივ, ემირატები ცდილობენ ნავთობის ქვეყანიდან გლობალურ ფინანსურ და ლოგისტიკურ ცენტრად გადაიქცნენ. კოტებისგან თავისუფლება მათ საშუალებას აძლევს მოქნილად ვაჭრონ ნავთობით. მას იყენებენ როგორც ინსტრუმენტს ინვესტიციების მოსაზიდად საკუთარ სუვერენულ ფონდებში. მაგრამ სანამ ისინი ყველაფერს განახორციელებენ, რა თქმა უნდა საჭიროა ირანის მხრიდან არსებული საფრთხის თავიდან მოცილება. და სწორედ ემირატები მთელი ომის განმავლობაში მოუწოდებდნენ რეგიონულ მოთამაშეებს, რომ ირანს წინააღმდეგობა გაეწიათ. მაგრამ ყველა დანარჩენი დუმდა. ამიტომ ემირატები იმათ ხარეს დადგნენ, ვინც არ დუმდა. შეტყობინება ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსების შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ისტორია. ემირატებისა და ისრაელის დაზოროების ერთობლივი მუშაობა ადასტურებს ძლიერი ანტიირანული ხერძის ფორმირებას. ემირატები აღარ იმალებიან აშათეში ზურგს უკან, არამედ დამოუკიდებელ სამხედრო მოთამაშედ ყალიბდებიან. ამიტომ დასკვნა აქ საკმაოდ ნათელია. პირველ რიგში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის გასვლა, ხოლო ემირატები მაინც მესამე იყვნენ კარტელში. ოპექს ფასების კონტროლის ნაკლებად ეფექტური ინსტრუმენტად აქციოს. აქვე აღნიშნავ, რომ ეს აბსოლუტურად ხელს აძლევს შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის ქვეყნებს, რადგან ექსპორტიორთა ერთიანობა დარღვეულია. მეორე, სპარსეთის ყურის მონარქიების ერთიანი ბლოკის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ ორი ძალის ცენტრს. ეს არის საუდის არაბეთი, რომელიც ბალანსირებს აშშ-ს ჩინეთსა და რუსეთს შორის. ანუ მას ყველა მეგობარი ჰყავს. და მეორე ძალის ცენტრი ახლა არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელიც აკეთებს ფსონს ასეთ მყარ ალიანსზე ვაშინგტონთან. ვაშინგტონისა და ისრაელის მიერ გაერთიანებული. კითხვა, ვის უფრო დაუჭერე მხარს შეერთებული შტატები, ჩემი აზრით ღია. მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რადგან ამ კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ ემირატები, რომლებიც არ არიან ოპეკის ვალდებულებებით შეზღუდული, შეიძლება უეცრად მილიონობით ბარელი ნავთობი გამოიტანონ ბაზარზე. ეს შეიძლება ფასების ვარდნას გამოიწვიოს და სხვა ექსპორტიორების ბიუჯეტებს დაარტყას, მათ შორის რა თქმა უნდა რუსეთსა და საუდის არაბეთს. და სხვათა შორის ესეთი ნაბიჯი ემირატების მხრიდან ძალიანაც ხელს აძლევს დონალდ ტრამპს. ის ხომ ამბობს, რომ ომის შემდეგ ფასები დაიწევს. აი ემირატებს შეუძლიათ ეს ფასების შემცირება მოაწყოთ. ასე რომ ემირატები ახლა უბრალოდ დამკვირვებელი კი აღარ არიან, არამედ ომის აქტიური მონაწილეები. აქ წერტილებს დავასვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. და მეგობრებო, თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამას ფინანსურადაც შეძლებთ. შემოწირულობის გაღება შეგიძლიათ ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით. გაგრძელება.